ვისაუბრებთ წვრილი ნაწლავის კიბოზე, სულ მეუბნებიან ხოლმე, რომ მსხვილი ნაწლავზე რო ლაპარაკობო და მსხვილი ნაწლავის კიბოზე ამდენსო, წვრილი ნაწლავზე რატო არაფერს არ ამბობსო და ეს კომენტარი არ შემხედრია მარტო აქ ჩემთან სხვასაც ეუბნებიან ხოლმე სულ. და ამიტომ გადავწყვიტე რომ ვისაუბროთ წვრილი ნაწლავის სიმსივნეზე. პირველი მთავარი არგუმენტი რატომაც არ საუბრობენ მასზე არის რომ იშვიათია. აი თუ ვიტყვით მაგალითად სიმსივნეებს, ნაწლავების სიმსივნეებს 90%-ზე მეტი მოდის მსხვილი ნაწლავზე და დაახლოებით 3% მოდის წვრილი ნაწლავზე. ამიტომ არის რომ ძალიან იშვიათია, მოკლედ ეგ არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მეორე მთავარი მიზეზი ის არის რომ წვრილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის კარგი საშუალება არ გვაქვს. ანუ აი ისე არ გვაქვს ისეთი მეთოდი, რომელსაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი დავადგინეთ ამას გავაკეთებთ და დავადგენთ ადვილად. მაგალითად, მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში გვაქვს ეგეთი ხელსაწყო კოლონოსკოპია, რომელთაც შეგვიძლია პოლიპი შევამჩნიოთ. ეს პოლიპი რამდენიმე წლით ადრეა, სანამ სიმსივნე განვითარდება, პოლიპს მოვჭრით, სიმსივნე აღარ იქნება. ასეთი რაღაცა არა გვაქვს წვრილი ნაწლავთან. ანუ ადამიანმა შეიძლება კაფსულა გადააყლაპო და ნახო რაღაც, მაგრამ არ არის მოსახერხებელი ფორმა სკრინინგისთვის, მით უმეტეს იშვიათი სიმსივნე. ამიტომ ესეთი იშვიათი სიმსივნეებზე სკრინინგი იშვიათად, იმიტომ რომ ასეულობის სიმსივნე არსებობს, რომელ ერთზე უნდა იკეთოს ადამიანმა სკრინინგი. ერთ-ერთი მით უმეტეს როცა სკრინინგი არ არის ძალიან მარტივი და ეფექტური. ერთ-ერთი ხშირი მიზეზიც რატომაც არავინ არ საუბრობს ამაზე ეს არის. შემდეგი მიზეზი არის რომ ზოგადად არ არის პოპულარული, ანუ ცნობადობა არ არის მაღალი. ხო, ისე არ არის რომ თქვათ რომ რაღაც ძალიან მსუბუქი სიმსივნეა და ადვილად განკურნებადი არა. თუ განვითარდა, რთულად განკურნებადია წვრილი ნაწლავის სიმსივნე. ზოგადად წვრილი ნაწლავი ძალიან დაცულია მაგ მხრივ რამდენიმე რამის გამო. ერთი რომ უჯრედების ცვლა ხდება ძალიან ჩქარა და სიმსივნური უჯრედი რომ წარმოიქმნეს, ჩამოცილდება მალევე ნაწლავს და განავლის სახით და всё, არაფერი არ იქნება. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დაცულია ეგა. მეორე მიზეზი არის რომ ბაქტერიები არის ნაკლები. ნაკლები ბაქტერიები წვრილი ნაწლავში ნიშნავს მეტ დაცულობას და ნიშნავს ნაკლებ ანთებას. ნაკლები ანთება ნიშნავს მეტ ნაკლებ ოქსიდაციურ სტრესს და შესაბამისად ნაკლებად ზიანდება უჯრედები და ნაკლები სიმსივნე წარმოიქმნება. მესამე მიზეზი არის რომ წვრილი ნაწლავში საკვები გადის შედარებით ჩქარა. მაშინ როცა მსხვილი ნაწლავში შეიძლება დღეები გაჩერდეს. ესეც განსხვავება კარცინოგენებთან ნაკლები კონტაქტია გავა ეგრევე და ნაკლები კონტაქტია კარცინოგენებთან. მეოთხე მიზეზი რატომაც იშვიათია წვრილი ნაწლავში სიმსივნე არის რომ ტუტე გარემოა წვრილი ნაწლავში და ტუტე გარემოში კიდე კარცინოგენების აქტივაცია იშვიათად ხდება. აქტივაციისთვის ხშირად საჭირო არის უფრო მეტად ჟავა გარემო. ეხლა რო არ გამოგვივიდეს ისე რომ ვთქვათ წვრილი ნაწლავის სიმსივნეს ერთი სახელი აქვს, არა აქვს ერთი სახელი, სხვადასხვანაირი სიმსივნეებია. ნეიროენდოკრინული სიმსივნეები ქვია ყველაზე ხშირი რომელიც არის, შედარებით ნელა იზრდება და შედარებით კაი პროგნოზი აქვს მაგას, მაგრამ თან ყველაზე ხშირია, ეგ კარგია. ადენოკარცინომაა წვრილი ნაწლავში კიდე შედარებით ხშირი, მაგრამ ეგ უფრო აგრესიული სიმსივნეა და უფრო შედარებით უარესი პროგნოზი აქვს და ლიმფომა. ლიმფომაც ზომიერად აგრესიულია და სარკომაც ზომიერად აგრესიულია. მოკლედ ეს 4 სახის სიმსივნე გვხდება ძირითადად ნეიროენდოკრინული სიმსივნეები, ადენოკარცინომები, ლიმფომები და სარკომები. ეხლა თუ ვიტყვით რომ რამე სიმპტომები აქვს თუ არა წვრილი ნაწლავის სიმსივნეს, პირდაპირ სიმპტომები არ აქვს როგორც წესი. რამე სპეციფიური სიმპტომი აქვს, მაგალითად როცა გრიპი გაცება გაქვს ადამიანს და იცი ყელი ტკივა ცხვირიდან ჩამოგდის და ხვდებით რომ გრიპი ან გაციება, ესეთი სიმპტომები არ აქვს, მაგრამ მცდარი მუცლის ტკივილი
ადამიანები ამბობენ, რომ ქრონიკულად მტკივა მუცელი და ვერ გებულობენ რატო? იმიტომ რომ ხშირად როცა ადამიანს მუცელი ტკივა უბრალოდ გაზების დაგროვების გამო ან საერთოდ მონელების პრობლემის გამო, იშვიათად რომ ეს იყოს წვრილ ნაწლავში სიმსივნის გამო, მაგრამ თუ დიდი ხნის განმავლობაში ხდება და დიდი ხნის განმავლობაში არ გადის ეს ტკივილი, შეიძლება მიუთითებდეს რომ რაღაცა ესეთი პროცესია წვრილ ნაწლავში. აუხსნელი წონაში კლება არის მეორე მნიშვნელოვანი რაც ხდება ხოლმე ადამიანები ikლებენ წონაში და ვერ ხვდებიან რატო და ეგ დიდი პრობლემაა ზოგადად სიმსივნის ერთ-ერთი red flag-ია ეგ ან წითელი დროშა. ანუ ადამიანები თუ კი ikლებენ წონაში აუხსნელად ასაუბარი არა იმაზე რომ ისა ადამიანმა რამდენიმე კილო დაიკლოს წონაში დაკლების მიზნით ან უბრალოდ ზოგიერთ ცხელა და აღარ ჭამს და არა აქ ადამიანს დაიკლებს ეგ არაა პრობლემა როცა სხვა სიმპტომებიც არის ანუ წონაში კლება სიმსივნის ადრეული ნიშანი არ არის ერთ-ერთი ბოლო ნიშანია ხოლმე უკვე ცუდად როა საქმეები მაშინ იკლებს და მაშინ იქამდე სხვა სიმპტომებიც არის ხოლმე როგორც წესი ზოგჯერ არის სისხლდენა ოკულტური სისხლდენა განავალში და შედეგად ანემია არის ხოლმე რკინა დეფიციტური მაგრამ ამითაც არ უნდა დაშინდეს ადამიანი ხა ანემია ვისაც აქვს ეს არ ნიშნავს იმას რომ წვრილი ნაწლავის სიმსივნე აქვს ქალების თითქმის ნახევარზე მეტს ანემია აქვს რკინა დეფიციტური იმიტომ რომ მენსტრუაციის დროს კარგავენ სისხლს და ეგეც დიდი პრობლემა არ არის მოკლედ ზოგ შემთხვევაში გულისრევა აღებინება შეიძლება ქონდეს ადამიანს მაგრამ ეგეც ძალიან არასპეციფიურია ხა გულისრევა აღებინება ენტეროვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანს ან სხვა პრობლემები ქონდეს ან უბრალოდ დისპეპსია ქონდეს და ვერ ინელებდეს კარგად კრამპები მუცელში შეიძლება ქონდეს ანუ სპაზმები სპაზმები შეიძლება ქონდეს ასევე სიყვითლე ან თუ ახშობს სადინარს აი ესეთი სიმპტომები შესაძლებელია მაგრამ სიმპტომებზე დაყრდნობით ძნელია ძალიან რომ თქვა რამე მოკლედ სიმპტომებზე დაყრდნობით უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ხოლმე რისკ ფაქტორები მაგალითად რა ოჯახური ადენომატოზური პოლიპი თუ აქ ადამიანს ეგ არის მსხვილი ნაწლავში როცა პოლიპებია ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს პოლიპები ვისაც აქვს ძალიან დიდ პროცენტს ადამიანებისას ასევე აქვს ისა წვრილი ნაწლავის კიბოს რისკი იზრდება მნიშვნელოვნად შესაბამისად თუმცა არა ძალიან აბსოლუტური რისკი ძალიან არ იზრდება ნუ 12%-ამდე იზრდება და ანუ აბსოლუტური რისკი 12% მაინც ძალიან მაღალი არ არის დაბალიც არ არის მაგრამ ძალიან მაღალიც არ არის მაგრამ ისე ზოგადად ძალიან დაბალია ადამიანის აბსოლუტური რისკი ანუ 1%-ზე ნაკლები აქვს რეალურად იმისი წვრილი ნაწლავის კიბოსი შესაბამისად ანუ ნიშნავთ ზრდის ადენომატოზური პოლიპი თუ ეს პოლიპი როგორ უნდა შეამჩნიოს ადამიანმა ერთი რომ ოჯახის წევრებს ანუ მის დედას მამას ან ესე ან დასწმას თუ აქვს მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ადრეულ ასაკში 40 წლამდე ერთ-ერთი ნიშანი არის და მე კოლონოსკოპიაზე უნდა წახვიდე გამოიკვლიო რომ როგორ გამოიყურება შენი მსხვილი ნაწლავი თუ არის იქ პოლიპები ბევრი პოლიპები ასობით ან ათასობით ეგ ადენომატოზური პოლიპია მეორე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი არის ლინჩის სინდრომი ქვია ლინჩის სინდრომი არის ესეთი რომ მსხვილი ნაწლავის საშვილოსნოს საკვერცხეების კუჭის კიბოების რისკი იზრდება მოკლედ და თუ ოჯახის წევრებს ახალგაზრდა ასაკში ესეთი სიმსივნეები ემართებათ ეგრევე უნდა იფიქრო რომ ხო არ არის ლინჩის სინდრომი რადგან ეგეც მნიშვნელოვნად ზრდის კუჭის კიბოს რისკს ძირითადად ესენი აი ეს გენეტიკური დაავადებები ზრდიან ადენოკარცინომების წვრილი ნაწლავის კიბოს რისკს ზრდიან ადენოკარცინომების რისკს კრონის დაავადება კიდე ესეთი კრონის დაავადება არის ნაწლავის ანთებითი დაავადება ანუ ანთება ვითარდება ახალგაზრდა ასაკში ქრონიკული ფაღარათი აქვს ადამიანს მუცლის ტკივილი აქვს წონაში კლება და აქაც ადენოკარცინომების რისკი იზრდება თან ძალიან ანუ ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება მოკლედ ამიტომ ყურადსაღებია ესეც ამიტომ კრონის დაავადება ვისაც აქვს ასევე მათთვისაც რეკომენდებულია რომ ყურადღება მიექციონ წვრილ ნაწლავს იმიტომ რომ გაზრდილი აქვს რისკი და ცელიაკია ვისაც აქვს დაავადება ცელიაკია არის გლუტენის აუტანლობა არის აი პურში რომ ცილა არის გლუტენი და უგლუტენო პური რო აწერია
ასეთმა ადამიანებმა ძირითადად ცელიაკიებისაც აქვს ბავშვობიდან იციან. თუ არ იციან ხოლმე ბავშვობიდან ქრონიკული შებერილობა, დიარეა, ფაღარათი, ანემია, ზოგჯერ უნაყოფობა, დაღლილობა მუდმივი ვისაც მსუბუქად გამოხატული აქვს, ზოგჯერ ვერ სვამენ ხოლმე დიაგნოზს ცელიაკიის, მაგრამ მნიშვნელოვანია იმ ხრივაც, რომ თუ ადამიანს ქრონიკულად ცელიაკი აქვს, ნაწლავების კიბოს რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, მაშინ როცა თუ ცელიაკიას უბრალოდ უგლუტენო საჭმელს ჭამს ადამიანი, ცელიაკიის მწვრთნი ნაწლავის კიბოს რისკი ძალიან მნიშვნელოვნად მცირდება. კიდე არის რაღაც სინდრომები და იშვიათი გენეტიკური მდგომარეობები, რომელიც მწვრთნი ნაწლავის კიბოს რისკს ზრდის, მაგრამ ეგენი იშვიათია. ამიტომ არ შევეხებით აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია და ძალიან ეგეთ სპეციფიურ რაღაცებზე საუბარს სახალხო დიდ აუდიტორიასთან აზრი არ აქვს. ასევე შიცი და აივ ინფექცია ზრდის რისკს, როცა იმუნიტეტი სუსტდება, ლიმფომების რისკს, არახოჩკინის ლიმფომის რისკს და შესაბამისად წვრილი ნაწლავის კიბოს რისკიც იზრდება, ამიტომ აივ ინფექციის მართვაც მნიშვნელოვანია. მოწევა ასევე მნიშვნელოვანად ზრდის და მუცლის ღრუს რადიაცია, როცა სიმსივნეების მკურნალობის დროს მუცლის ღრუს ასხივებენ, რადიაციამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებით მოკლედ წვრილი ნაწლავის კიბოს რისკს ზრდის. ახლა თქვათ რისი გაკეთება შეიძლება, რითი შეიძლება რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკი ნაწლავის სიმსივნის. პირველი რის გაკეთება შეიძლება რომ ბოჭკოვანი დიეტას მივაქციოთ ყურადღება. ანუ მაღალ ბოჭკოვანი საკვები ვჭამოთ მეტი. ეგ მნიშვნელოვანია, რეალურად წმენს რა, როგორც ჩათვალეთ რომ დეტოქსია დაახლოებით ნაწლავების ბოჭკოვანის მიღება, ეგეთი ეფექტი აქვს. მეორე არის რომ ნაკლები დამუშავებული ხორცი, აი ძეხვეულობა და ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ ნაკლები ნიტროზამინებია, რომელიც პირდაპირ კარცინოგენებია და ან დამუშავებული ხორცის მიღების შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე არის ვარჯიში. ვარჯიში პირდაპირ დაკავშირებულია ჯამთელ ნაწლავებთან და შესაბამისად ვარჯიში ერთ-ერთი გამწყვეტია პრინციპში და ასევე ჭარბი-წონა. კვლევები ადასტურებს, რომ ჭარბი-წონა არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი ნაწლავების სიმსივნეების განვითარების. ასევე ჭარბ-წონასთან ერთად მოწევა, ალკოჰოლი ძალიან მნიშვნელოვანია, ალკოჰოლის შემცირება და ხილი და ბოსტნეულის მეტის ჭამა. რამე კონკრეტული არ აქვს ისეთი, რომ ვთქვათ, რომ ისა რით შეიძლება აღმოვაჩინოთ, მარტივად არ აქვს კაფსულის გადაყლაპვა შესაძლებელია, ენდოსკოპიურ კაფსულას ეძახიან, რომ გადაყლაპავ და მოილის მთელს საწითლოვნებელ სისტემას. ასევე შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის ენტეროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ნაწლავებზე და შესაძლებელია ასევე MRI-ის გადაღება ნაწლავებზე. თუ მაღალი რისკ ფაქტორები აქვს ადამიანს, მაგალითად კრონის დაავადება აქვს, ან აი სინდრომები აქვს, რაც ზევით ჩამოთვალეთ, მაშინ ჯობია რომ კომპიუტერული ტომოგრაფია გაიკეთოს, ან კაფსულის გადაყლაპვა გაიკეთოს, ან MRI გაიკეთოს ნაწლავზე, რათა დროულად აღმოჩნდეს. პროგნოზები მეტნაკლებად საიმედო აქვს, თუ გავრცელებული არ არის სიმსივნე, ანუ თუ ადგილობრივი გავრცელებისა აქვს, არის, მაშინ ბევრად კარგი პროგნოზი აქვს და თუ გავრცელებულია უფრო მძიმე. ანუ ჯამში მსუბუქი სიმსივნე არაა მწვრთნი ნაწლავის სიმსივნე, მაგრამ არც ისეთი აგრესიული, როგორიც მაგალითად გლიობლასტომებია, რომელსაც შეუძლია თვეების განმავლობაში თვეებში მოკლას ადამიანი და არც ისეთი აგრესიული, როგორც პანკრეასის სიმსივნეა. თუმცა მაინც მნიშვნელოვანი და სერიოზული სიმსივნეებია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ამოკლებს. ამიტომ ყურადღების მიქცევა ღირს ნამდვილად. რაც შეეხება მკურნალობის მთავარი მეთოდი ძირითადად არის ქირურგია და ქიმიოთერაპია. ახალი მკურნალობის მეთოდებიც არის და რაღაც გარღვევებიც არის, თუმცა სპეციფიური დაავადების შემთხვევაში სპეციფიური მკურნალობა უნდა განიხილო კონკრეტულად. ამიტომ დეტალებს აქ არ შევეხებით. ვისაც მოხსონთ ჩემი ვიდეოები და რასაც ვაკეთებ, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ მაქვს ანგარიშის ნომრები ვიდეოს აღწერაში. ასევე პატრეონზე შეგიძლიათ გამომწეროთ მანდ დონაციას პლუს ვისაც ჩემთან ურთიერთობა გინდათ, ანუ ვისაც გინდათ რომ მკითხვები მომწეროთ და გიპასუხოთ დეტალურად თქვენს
პირად კითხვებზე, მაგისთვის მაქვს Patreon-ი, იქ შეგიძლიათ გადახვიდეთ, აღწერაში მიდევს ეგ ლინკიც და ვისაც უბრალოდ გინდათ რომ ხარი დაუჭიროთ ჩემ არხს, დააკომენტარეთ, ან დალაიქეთ, ან გააშიარეთ, YouTube-ის ალგორითმისთვის მნიშვნელოვანია, მოკლედ ნებისმიერი აქტივობა არხზე. ამიტომ თუ მოგწონთ ჩემი არხი, ნებისმიერი აქტივობა განახორციელეთ. მადლობა რომ გაინტერესებთ.